ტაქტიკური თვალსაზრისით ბარსა ამ სეზონში რეალისთვის თავსატეხია. კარლო ანჩელოტის კატალონიური გრანდის შესაჩერებლად ახალი სქემა სჭირდებოდა. იტალიელმა მაესტრომ უბურთოდ გუნდი 4-1 ფორმაციით ათამაშა, სადაც ვინისიუსი გამოკვეთილი ფორვარდი იყო, ხოლო დანი სებალიოსი მარცხენა ფლანგს კეტავდა. სიტუაციური პრესინგის დროს რეალის შედარებით თავისუფლებას ბარსას სუსტ რგოლს მარცხენა მცველ ჟერარდ მარტინს აძლევდა. პოზიციურ დაცვაში კი რუდიგერი პერსონალურად ეთამაშებოდა ფერან ტორეს, ხოლო ჩუამენი დანი ოლმოს. საჭიროების შემთხვევაში რეალის ფეხბურთელები პოზიციებსაც უპრობლემოდ ცვლიდნენ. ბარსას შეჩერების ამ მექანიზმმა დიდწილად იმუშავა. კატალონიელები პირველ ნომრად თამაშობდნენ, მაგრამ ცალსახასაგოლე მომენტებს პირველ ტაიმში ვერ ქმნიდნენ და აქ თავი რეალის სხვა პრობლემა მიჩინა. სამეფო კლუბის სუპერვარსკვლავის შემტევები ეპიზოდებში კონცენტრაციას კარგავენ და თამაშს ეთიშებიან. პირველი გოლის დროს ჯუდ ბელინგემმა უზუსტო პასის შემდეგ თავში ხელები შემოირტყა და მოედნის ცენტრში გაქვავდა. ამ დროს მის წინ მყოფმა პედრიმ შეტევა ფლანგზე გადაიტანა, თვითონ მოწინააღმდეგის კარებისკენ გაიქცა და საგოლე დარტყმად შეასრულა. ბელინგემი, როდრიგო და ვინისიუსი მასთან ახლოს არ გამოჩენილან. მსგავსი ეპიზოდი მეორე ტაიმშიც შეიქმნა, როდესაც სამეფო კლუბი გოლისგან ფედე ვალვერდეს გმირობამ გადაარჩინა. ეპიზოდის დასრულებისთანავე ურუგვაელი თანაგუნდელ შემტევებს მიუბრუნდა და მათი პასიურობის გამო უკმაყოფილება ღიად გამოთქვა. მეორე ტაიმში ანგარიში ჩამორჩენის შემდეგ კარლო ანჩელოტი მოედანზე მბაპე გამოიყვანა და თამაში ბოლომდე გახსნა. რეალი კატალონიელთა პრესინგს ერთი პასით გადიოდა და აქ უკვე ჯუდი მეფურად თამაშობდა. იგი ან საჰაერო დუელს იგებდა, ან გადმოვარდნილ ბურთებს ეუფლებოდა, შემდეგ კი მცველებს ზურგს უკან ვინისიუსს და მბაპეს გარღვევებზე უშვებდა. ცხადია, რომ გახსნილ თამაშში საკუთარი მომენტები კატალონიელებსაც ჰქონდათ. ბარსას ფეხბურთელებმა ერთ ეპიზოდში 3-2-ზე შეტევის რეალიზებაც კი ვერ მოახერხეს. მეორე ტაიმი იყო საფეხბურთო სპექტაკლი, რომლითაც ნებისმიერი გემოვნების მაყურებელი ისიამოვნებდა.